ენერგეტიკის მინისტრი ოპოზიციის პირისპირ პარლამენტში დღეს კახი კალაძე მივიდა გაზიფიცირება ჰესების მშენებლობების შეჩერება ენგურ-ჰესის გასხვისებასთან დაკავშირებული ინფორმაციას არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რითაც უმცირესობა დაინტერესდა. შეხვედრამ 7 ვითარებაში ჩაიარა დარბაზში კამათი მხოლოდ ერთხელ დაიწყო ტარიფებზე საუბრის დროს. 1,50,000-მდე გაზიფიცირებული აბონენტი და სახელმწიფო კომპანიის შექმნა მოსახლეობის გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად 2015 წლამდე განსახორციელებელი გეგმები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გააცნო. დღეს მდგომარეობით საქართველოში გაზიფიცირებული არის 859,362 აბონენტი. აქედან ოჯახების რაოდენობით რო ავიღოთ, დაერთებული რამდენია არის 692,000. გვინდა შევქმნათ კომპანია, რომელიც გააკეთებს ამ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით და 2015 წლამდე ჩვენ გვინდა სადღაც 1,50,000 ოჯახი იყოს გაზიფიცირებული. ეს არის სადღაც 75%. ჰესების მშენებლობის შეჩერება და ინვესტორების ინტერესების შემცირება უმცირესობის წევრთა ძირითადი პრეტენზია პროექტების შეწყვეტას უკავშირდებოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობა გაგრძელდება და საქართველო მალე ენერგეტიკის მსხვილი ექსპორტიორიც გახდება. კალაძე ადასტურებს, რომ ენგურ-ჰესი არ გასხვისებულა და ოპონენტებს იქვე ახსენებს ინტერრაო-ესთან 2008 წელს გასაფორმებელი მემორანდუმის კაბალურ შინაარსს, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია. იყო საუბარი წლების განმავლობაში თითქოს ენგური იყო გასხვისებული, ნამდვილად არ არის გასხვისებული და ხელი არ არის მოწერილი ამ დოკუმენტზე. 2008 წელში იყო ეს მემორანდუმი, ასე რომ ვთქვათ, შედგენილი. მაგრამ თუ იქნებოდა ხელმოწერილი ეს დოკუმენტი, ეს იქნებოდა ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე და ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. მე ჯერ კიდევ არ მაქვს უფლება ამ დოკუმენტის გასაჯაროების. მინისტრისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრთა პოლემიკის საგანი ტარიფები და საწვავის ფასი გახდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მართლგუნდს წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა. მინისტრს არგუმენტები ტარიფებზეც ჰქონდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის ის დაპირების შესრულება, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ გაცემული. ჩვენ მოვახერხეთ ერთადერთი შეგვემცირებინა სადისტრიბუციო მარჟა. ფასდაკლებაზე საუბარი იყო, რა თქმა უნდა, მოხდებოდა ფასდაკლება გაზზე, ელექტროენერგიაზე და ბენზინზე, საწვავის ფასებზე. საწვავის ფასი შემცირდა? მე გისმენთ კითხვას. არ ყოფილა რა არის საუბარი, რატო? არა, საწვავის ფასი არ შემცირდა, ეს ერთი. არა, შემცირებული. საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის შემცირებული. ღია და გახსნილი ასე შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. ზოგადად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. კითხოთ იმასაც, რომ ძალიან ეფექტურს ხდის მთავრობის მუშაობას, როდესაც არსებობს კითხვები, მოთხოვნები უმცირესობის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საპარლამენტო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მთავრობაზე კონტროლის განუყოფელი ნაწილი, ის რომ მინისტრები ამასთან ხვდებიან, მოდიან, მსჯელობენ ჩვენთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენერგეტიკის მინისტრისგან პარლამენტის წევრებმა პირობაც მიიღეს. კახი კალაძე უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე სასაუბროდ დეპუტატებს სურვილის შემთხვევაში ერთი თვის შემდეგაც შეხვდება.